მე ვარ ანასტასია ვალიანი 11 წლის. სწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა მუსიკა, ცეკვა და კითხვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს კითხვა. ჩემი პირველი წიგნი იყო იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები. შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნმა შემაყვარა კითხვა. ახლა წაკითხულ მაქვს დაახლოებით 15 წიგნი. ჩემი საყვარელი წიგნია ფორთოხლის გოგონა. სახლში მაქვს ძალიან კარგი წიგნების ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის უხელფასო დირექტორია მამა. მე გეგმაში მაქვს, რომ დაახლოებით 100 წიგნი წავიკითხო. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ლამაზი გოგოს თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგო ვიქნებოდი მე. მე ასევე მიყვარს ცეკვა, უკვე 7 წელია ცეკვავ ანსამბლ ხიხანში. ცეკვაში ყველაზე რთულია ორჯერ ტრიალი. ყველაზე ადვილია ცერებზე დგომა. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ლეთია ეს. უკვე 8 ჯერ გქონდა კონცერტი და ყველაზე მეტად მომეწონა მეორე. იმიტომ რომ იყო თბილისში, ავიღეთ პირველი ადგილი და კარგად გავერთეთ. ხიხანში ჩემი ქორეოგრაფია დავით მატკავა. ეს არის კაცრი, სამართლიანი და მომთხოვნი. ახლა რომ კარგი მოცეკვავე ვიყო, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი დუბაიში. მე ვაპირებ კიდევ ვიცეკვავ 7 წელი. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ბევრი კარგი მეგობარი და კარგი მასწავლებლები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ერეკლე მჟავია. ყველაზე მშვიდია ნინო ბარაბაძე. ყველაზე ბედნიერია ბარბარე ქართველიშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი მაკა ჩიკაშუა. იმიტომ რომ მის ხელში გავიზარდე დაწყებით კლასებს ეს მასწავლდა და ყველაზე მხიარულია. რომ გავიაზრდები, მინდა გამოვიდე ქირურგი. ბავშვობაში მინდოდა გამოვასრულიყავი პრინცესა მოანა. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ ვიქნები სამედიცინო სტუდენტი. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი ძმა, ჩემი და დედა და მამა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 24 წლის და ქვია ზურა. ის არის ჭკვიანი, მხიარული და უცოლო. და არის 23 წლის და ქვია ნინი. ნინი არის საყვარელი და თბილი გოგო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი გუნარებებიას და ადამიანები გახდებოდნენ უკვდავები. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ანასტასია რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა. მე ანასტასია და მერქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანასტასია რომ არ მერქვას, მერქმეოდა ნინო. ჩემს შვილებს დავარქმევ მელისას, ნინიას და გიოს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მიცი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ფუმფულა თეთრი ლეკვი. ყვავილებიდან მე ვგავარ ყაყაჩოს. ბედნიერება არის ცეკვა და ოჯახთან ერთად დროის გატარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.